შეერთებული შტატები ოლიგარქ ივანიშვილსა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ხისტ პოლიტიკას განაგრძობს მეგობარი აქტის რეინიცირების შემდეგ ამერიკის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში კიდევ ერთი დოკუმენტი დარეგისტრირდა. ქართული კოშმარის არაღიარების აქტი, რომელიც რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა წარადგინეს, ახლა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა და იურიდიულმა კომიტეტებმა უნდა განიხილონ. დოკუმენტი გულისხმობს ქართული ოცნების მთავრობისა და საქართველოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის არაღიარებას. ნინი ბალანჩივაძე გვერდება ახლა თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში გისმენთ ნინი. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა ქართული კოშმარის არაღიარების აქტი, რომელიც ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბიძინა ივანიშვილისა და მისი მოკავშირეების მთავრობის აღიარებაზე. უარის თქმას ავტორები არიან ჯო უილსონი და სტივ კოენი, დემოკრატი კონგრესმენი და მას შემდგომ, რაც ეს გაივლის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, ეს აქტი განიხილება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ამის შემდგომ უკვე იურიდიული კომიტეტი განიხილავს და კანონპროექტის დამტკიცებას ჯერ თავისთავად სჭირდება წარმომადგენელთა პალატის, შემდეგ კი სენატის თანხმობა და ამის შემდგომ უკვე 20 იანვრის შემდეგ, როდესაც ჩვენ ვნახავთ ინაუგურაციას არჩეული ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩეული პრეზიდენტისა დონალდ ტრამპისა, სავარაუდოდ უკვე ის ხელს მოაწერს ქართული ოცნების და ქართული კოშმარის არაღიარების აქტს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი და რომლითაც სადაც ხაზგასმით და პირდაპირ წერია ის, რომ დოკუმენტი ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას უკრძალავს, რომ აღიაროს ქართული ოცნების ლეგიტიმაცია და რომ გამოიყოს ფედერალური სახსრების გამოყოფას, ასევე და რაიმე ფორმით აღიარებას, როგორც ბიძინა ივანიშვილის, ასევე მისი მოკავშირეების და მისი მთავრობის. აქვე ამ აქტში საუბარია სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებს სწორედ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და ასევე აქტში გათვალისწინებული არის საქართველოს კონსტიტუციის აღდგენა, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში უნდა ჩაინიშნოს თავისუფალი ახალი დემოკრატიული არჩევნები, ისეთი არჩევნები, რომელიც სწორედ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ამერიკის ხმასთან ინტერვიუში როგორც ჯო უილსონი, ასევე სტივ კოენი დეტალურად საუბრობენ იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს ახლა საქართველოში იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვხედავთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან და ჯო უილსონი არის ძალიან მკაფიო იმაში, რომ ომის დამნაშავე პუტინი დიდი საფრთხე არის საქართველოსთვის და ქართული ოცნება ის უბრალოდ ქართულ ოცნებას იყენებს ფასადად და ქართული ოცნება ეხმარება მას სწორედ საქართველოში მისი მმართველობით და იმ ნაბიჯებით, რასაც ჩვენ ვხედავთ ოლიგარქის გუნდის მხრიდან. კონგრესმენები თანხმდებიან იმაზე, რომ საქართველოში არჩევნები არის მიტაცებული, გაყალბებული შესაბამისად. ახლა ეს არაღიარების აქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომლითაც არ მოხდება ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარება და ჯო უილსონი აქ საინტერესო პარალელს ავლებს, ის იხსენებს 1940 წელს, როდესაც ამერიკამ არაღიარა საბჭოთა კავშირის მიერ ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის ოკუპაცია და ის ამბობს, რომ არაღიარების აქტი არის ძალიან ძლიერი მექანიზმი იმისათვის, რომ ქართულმა კოშმარმა და ქართულმა ოცნებამ უკან დაიხიოს. ეს არაღიარების აქტის წარდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც იქნება ორპარტიული. ნამდვილად მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგებთან ერთად მუშაობას, რათა საქართველოს მოსახლეობას გავაგებინოთ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მოთხოვნაში და არ უნდა მოხდეს მთავრობის აღიარება, იქამდე სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება. ჩვენ ვნახეთ ოლიგარქის განვითარება, რომელსაც ავადმყოფური გავლენა აქვს და არ ღვევს და ხელს უშლის სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. ამის მოგვარება ნამდვილად აუცილებელია. ძალიან მადლობელი ვარ რიჩარდ ჰადსონის, ჩვენი ერთ-ერთი თავმჯდომარის სტივ კოენის, ასევე მარკ ვისის. კიდევ განმეორდები და ვიტყვი, რომ ამაზეც არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა. მეგობარი აქტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მანიშნებელი ქართველი ხალხისთვის, იმისა, რომ მხარს ვუჭერთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. მხარს ვუჭერთ იმას, რომ დემოკრატიული საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს. დემოკრატები და რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატასა და სენატში ერთად მუშაობენ და ასევე ვხედავთ სად დგას დონალდ ტრამპი. ის ნამდვილი ჩემპიონია სიძლიერით, მშვიდობის დამყარებაში და რონალდ რეიგანის პრინციპების შენარჩუნებაში. ვფიქრობ, სანქციები ძალაში დარჩება და კიდევ უფრო გაძლიერდება, ისე როგორც ეს ირანის შემთხვევაშია. მაქსიმალური წნეხი მჯერა, რომ სანქციები გამკაცრდება.
ელსინკის კომისიის წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით. ამისთვის საჭირო გზა არის ამ უკანონო ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. საჭიროა შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს. ამჟამად ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტია, ეს ივანიშვილის ხალხია. ჯო ულსონი ასევე ღიად საუბრობს დონალდ ტრამპის პოზიციებთან დაკავშირებით, ამბობს და ანონსებს იმას, რომ ის და დონალდ ტრამპი სწორედ იმუშავებენ იმისათვის, რომ ქვეყანაში საქართველოში ჩატარდეს ახალი სამართლიანი არჩევნები, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და არ იქნება მიტაცებული. უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები არის მიღებული ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ 119 მოწვევის კონგრესის პირველ სამუშაო სხდომაზე, პირველ სამუშაო დღეს უფრო სწორად დარეგისტრირდა ახალი ვერსია მეგობარი აქტისა, რომელიც არის წინასგან უფრო გაფართოებული ვერსია, რაც გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქის სანქცირებასთან ერთად მისი ოჯახის წევრების სანქცირებას, მისი გარემოცვის სანქცირებას იმ ადამიანებისა, რომლებიც ჩართულები არიან ქვეყანაში ანტიდემოკრატიული პროცესების წარმართვაში და ახლა უკვე წარმომადგენელთა პალატაში დარეგისტრირდა ოფიციალურად ქართული კოშმარის არაღიარების აქტი, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, არაღიარებს ლეგიტიმაციას ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისა შესაბამისად უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სავარაუდოდ უკვე მომდევნო დღეებში, ვინაიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები მათ შორის სანქცირებასთან დაკავშირებით არის მიღებული, დასანქცირებული არის სახაზინო დეპარტამენტის მხრიდან ბიძინა ივანიშვილი, მათ შორის ნახეთ მაგნიცკის სია, რომელშიც მოხდა ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჯო ულსონი ამბობს იმასაც, რომ სანქციები იქნება უფრო მკაფიო, უფრო მკაცრი და სანქციების პოლიტიკის გაგრძელებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ეგრეთ წოდებული ხელისუფლება კიდევ უფრო უნდა ელოდოს.